გამარჯობა თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე მე პაადა იაკობაშვილი ვარ. ამ წუთებში ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ცერემონია იწყება. გზას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის ღონისძიებას ჩვენ პირდაპირ შევთავაზეთ. ჩაროსნული ავტომაგისტრალის ახალ 32 კილომეტრიან მონაკვეთი. ამ მასშტაბის საგზაო მონაკვეთი ჩაროსნულ მაგისტრალს აქამდე არასოდეს გახსნება. ეს არის მაღალი ხარისხის უსაფრთხო გზა, რომელსაც ევროპისკენ მივყავ. ეს არ არის მხოლოდ საგზაო მონაკვეთი. ეს არის მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენის წყაროს კარგი შესაძლებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 1000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. თუმცა ამ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ საგზაო სექტორში ჩვენ შევძელით პირდაპირ და ირიბად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 15000 ადამიანის დასაქმება. ამ ქალაქების და სოფლების რიცხვი კი საკმაოდ დიდია, რადგან საქართველოში 2 წლის განმავლობაში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ საავტომობილო გზასა და 80-ზე მეტ ხიდს. 19 ახალი ხიდი ავაშენეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩაროსნულ ავტომაგისტრალზე 55 კილომეტრი გზის აშენება მოახერხა. მაშინ, როდესაც პირველი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებიდან 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 70 კილომეტრი გზა გაიხსნა. ახალი გზები, ახალ სამუშაო ადგილებს მშენებლობის დასრულების შემდეგაც ქმნის. ჩაროსნულ მაგისტრალზე ყოველ 50 კილომეტრში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსასვენებელი ობიექტები აშენდება. მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეიძლება ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზება. მთლიანობაში ამგვარი ინფრასტრუქტურა შექმნის დამატებით შემოსავალს, ეკონომიკურ სიძლიერესა და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყანა ამ გზით ერთმანეთს ევროპასა და აზიას დააკავშირებს. დიდი მადლობა და გილოცავთ ყველას. ბატონო პრემიერ. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ძვირფას სტუმრებს, მივესალმებით პატრიოტულ ელჩებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში მინისტრ შავრიაშვილს და მის გუნდს, სამინისტრო უთანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მე ვიცი, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტში. და მინდა მათ უთხრა განსაკუთრებულ მადლობა, ვინაიდან ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ თუ როგორი ხარისხით არის შესრულებული აღნიშნული პროექტი. მე მინდა აღნიშნო, რომ ის რაც მოვისმენთ ბატონი მინისტრისგან არის ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი. ჩვენ გავხსენით დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩაროსნულ მაგისტრალის დიდი პროექტის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ქუთაისის 32 კილომეტრიანი შემოვლითი გზა. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ პროექტის განხორციელება ჩვენ მხარში გვიდგას იაპონიის მთავრობა. პროექტის დონორი არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს იაპონურ პარტნიორებს და იაპონიის ელჩს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იტალიის ელჩს, ვინაიდან პროექტში მონაწილეობდა იტალიური კომპანია. და ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც იქნება ძალიან წარმატებული. აქვე მინდა გავიმეორო ის, რაც ჩვენ მოვისმენთ ბატონი მინისტრისგან. ეს მართლაც შთამბეჭდავია ის შედეგი, რაც პირად შავლიაშვილმა ასე ვთქვათ მიაღწია ამ 2 წლის განმავლობაში. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ მაშინ როცა წინა ხელისუფლების დროს 8 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ 70 კილომეტრი ავტომაგისტრალის მშენებლობა. მინისტრმა შავლიაშვილმა და მისმა გუნდმა, მისმა წინამორბედმა ერთობლივად შეძლეს 2 წელიწადში 55 კილომეტრი ავტომაგისტრალის მშენებლობა. 550 კილომეტრზე მეტი გზის მშენებლობა, შეკეთება, რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი ხიდის რეაბილიტაცია კაპიტალური და 19 ახალი ხიდის მშენებლობა. ეს არის ის რეალური შედეგი, რითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ ამ მიღწეულ შედეგით არასოდეს არ ვიქნებით მაყოფილი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი და უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უარი ვთქვით 9 მილიარდიან სასახლეებზე, ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა სასახლეებზე და კომფორტული ადმინისტრაციული შენობების მშენებლობაში. ჩვენ ეს ყველაფერი მივმართეთ გონივრულად, ეფექტიანად მოსახლეობის აკეთებდღეობით. მივმართეთ ჯანდაცვაში, მივმართეთ განათლებაში, მივმართეთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, წარმოების განვითარებისთვის, გზების მშენებლობისთვის და ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენს მთავრობას წინა მთავრობისგან. მაგრამ აქვე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო, რომ რა თქმა უნდა გასაკეთებელი ძალიან ბევრია მეგობრებო. ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წინა მთავრობისგან.
მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული. მე გუშინ დავბრუნდი, ამ დილით დავბრუნდი ევროპიდან. სადაც მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. მე შევხვდი ევროკავშირის სახალხო მზღვანელობას, ევროკომისრებს, მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. ისინი ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენ გვაქვს ამ მოკლე პერიოდში, 2 წლის განმავლობაში, გვაქვს საკმაოდ სერიოზული წინსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული რეფორმები განმახორციელეთ ყველა სფეროში პრაქტიკულად. მათ ძალიან კარგად იციან თუ რა პრობლემები არსებობდა საქართველოში წლების განმავლობაში. ისინი აღიარებენ და აცნობიერებენ ამას და მიესალმებიან ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სწორედ გუშინ მე გავაფორმე ახალ ევროკომისართან ერთად რეგიონული გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის სფეროში კომისარ ჰანთან ერთად გავაფორმე ხელშეკრულება, რომლის პარაგრაფში საქართველოს მიიღებს 30 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას, რომელიც სრულად მოხმარდება რეგიონების განვითარებას, პროექტების შედგენას და აშენება. აქვე მინდა თქვა, რომ ჩემი მთავარი ყურადღება მიმართული იქნება რეგიონების განვითარებას. ჩვენ მუშაობთ, ჩვენ შევქმნით სახელმწიფო კომისია რეგიონების განვითარების და ძალიან მალე ჩვენ წარუდგენთ მოსახლეობას, ბიზნესმენებს, კერძო სექტორს წარუდგენთ რეგიონების განვითარების კონცეფციას. ეს იქნება კარგად გაწერილი, თითოეულ რეგიონზე მორგებული, ზუსტად მორგებული, თითოეულ რაიონზე, თითოეულ სოფელზე მორგებული ძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. და აქვე მინდა ვისაგებ შემთხვევები და მიმართო ბიზნესმენებს. ვინაიდან სახელმწიფოს და მთავრობას სამწუხაროდ გაგვაჩნია შეზღუდული რესურსები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ჩართულობა ამ პროექტში. ვინაიდან ჩვენ გვაქვს დღეს უნიკალური შანსი. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. ჩვენ შევქმნით ყველაფერი, ყველა პირობა შევქმნით განვითარებისთვის. საქართველოში არის თავისუფალი გარემო, მეგობრებო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ვითარდება. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლად გამოხატვის უფლება და თავისუფლება. ამიტომ საჭირო ახლა გაერთიანება საჯარო სექტორის და კერძო სექტორის. იმისაც რომ ჩვენი რეგიონებისთვის კიდევ უფრო მეტი და კომერციულად მოუგებიანი პროექტები გავაკეთოთ. ერთად განვახორციელოთ. მე ამისთვის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ კერძო სექტორს, მთელი მთავრობა განახლებული შემადგენლობით ვართ სრულად მოტივირებული, რომ გავაკეთოთ პროექტები და არც ერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, არ იქნება ჩვენს თავზე მორგებული. ეს იქნება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საჭიროებზე მორგებული, ჩვენი ხალხის საჭიროებზე იქნება მორგებული. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ მინისტრი შავლიაშვილი მე მას ვთხოვე, რომ ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელსაც ახორციელებს მის სამინისტრო, იყოს უფრო აქტიურად გაშუქებული. ჩვენ აქტიურად უნდა ჩავაბაროთ ანგარიში ხალხს. საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, საბედნიეროდ ან სამწუხაროდ, მანამდე მინისტრს ჰქონდა განსხვავებული მიდგომები, ის და მის თანამშრომლები მხოლოდ თვითონ აშუქებდნენ, თვითონ ხსნიდნენ ამ პროექტებს, მაგრამ საჭირო ახლა უფრო მეტი ანგარიში ჩავაბაროთ ხალხს. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მინისტრ შავლიაშვილს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ის განახორციელებს, რომელიც ახორციელებს, ხალხს აჩვენეთ. აი ეს პროექტი ძალიან კარგია, რომ აჩვენოთ ხალხს და უთხრათ ხალხს თუ რა კეთდება მათთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მინდა მობრძანებისთვის გადაგიხადოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ძვირფას ელჩებს და ძვირფას სტუმრებს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობთ. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიიდან 32 კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გახსნა, რომელიც ბრიუსელიდან გვიან ღამით დაბრუნდა.